არასამთავრობო ორგანიზაცია დედათა კომიტეტი ფართო მასშტაბიანი ამნისტიის კანონპროექტს დღეს პარლამენტში დაარეგისტრირებს. საკანონმდებლო ორგანოში გადაგზავნამდე კი კანონპროექტის პრეზენტაცია უკვე გაიმართა დედათა კომიტეტში. მას პატიმრის ახლობლები, ასევე ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. ორგანიზაციის თავმჯდომარე განმარტავს, რომ მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტით ცვლილება გავრცელდება როგორც მსუბუქი დანაშაულის, ასევე ნაწილობრივ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მუხლებზე. ჩვენი პროექტი ითვალისწინებს შემდეგ რამეს, ესე იგი პირველ რიგში უპირობო გათავისუფლება მსუბუქი დანაშაულში მხილებული პირებისათვის აბსოლუტურად ყველა უნდა გათავისუფლდეს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე. ჩვენ ვითხოვთ სასჯელის განახევრებას. ამავე დროს ამ მძიმე დანაშაულში და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში არ იგულისხმება მკვლელობის მუხლები, ნარკორეალიზაცია და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ პირობითი მსჯავრის გაუქმებას ყველა იმ პირზე, რომელსაც შეეხება ამინისტია.